მოგესალმებით მეგობრებო, 2026 წლის 7 მარტიდან ამოქმედდება საგადასახადო ცვლილებები. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსზე გადასვლისთვის 30,000 ლარიანის ხურის გადაჭარბების შემდეგ უნდა განაცხადოთ 15 დღეში. ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესის სტატუსი ძალაში შევა გადაჭარბების დღიდან და ამ პერიოდამდე მიღებული შემოსავალი ისარგებლოს მიკრო ბიზნესის შეღავათით. ხოლო თუ განაცხადით 15 დღის შემდეგ იქნა წარდგენილი, სტატუსი ძალაში შევა განაცხადის დღიდან, მაგრამ გადაჭარბებიდან განაცხადამდე პერიოდის შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით 20%-ით. გაითვალისწინეთ, რომ ცვლილების შედეგად დაგვიანება ნიშნავს დამატებით საგადასახადო ტვირთს. მცირე ბიზნესის სტატუსი ძალაში შევა განაცხადის დღიდან და არა შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან, როგორც ცვლილებამდე იყო. ახალი ვალდებულებით ყოველთვიურად დეკლარაციის წარდგენა აუცილებელია, მაშინაც კი, როცა გადასახდელი თანხა ნულის ტოლია. რაც შეეხება ფიქსირებული გადასახადის რეჟიმს, ფიზიკური პირი უნდა იყოს რეგისტრირებული ინდ მეწარმედ და სტატუსის გაუქმების საფუძვლებს დაემატა გარდაცვალება ან და რეგისტრაციის გაუქმება. რომ დავასკვნათ, ცვლილებები უფრო მნიშვნელობას ხდის 15 დღიან ვადას მიკროს შემთხვევაში და ამკაცრებს დეკლარირების დისციპლინას მცირე ბიზნესისთვის. დადებითი საკითხი არის ის, რომ მცირე სტატუსით სარგებლობა უკვე განცხადების წარდგენის დღიდან შეიძლება.